მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მიხარია კიდევ ერთხელ თქვენს წინაშე წარდგომა, იმიტომ რომ რაღაცა ბავშვურად ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავარ და ჩემ თავთანაც მაქვს ეს რაღაცნაირი ერთგვარი ჩელენჯი, რომ აბა რა გამომივა და აბა სად მივა. ხო და ძალიან მახარებს წინა პოსტზე თქვენი ესეთი აქტიურობა, თქვენი ჩართულობა, თქვენი ინტერესი პირადში იმდენმა ადამიანმა მომწერეთ და იმდენმა ადამიანმა გამოთქვით ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პირადი დაინტერესება, რომ სიმართლე გითხრათ, გულწრფელად ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ძალიან მეშინოდა თქვენ წინაშე წარდგომის, მართლა უკიდურესად მეშინოდა, შიშობდი, რომ აი ვინ როგორ გაიგებს, ვინ რას იტყვის, ვინ რას იფიქრებს და მოკლედ ვღელავდი ძალიან, რომ არ დაგიმალოთ და რომ ვიყო გულწრფელი პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე თქვენთან. ხო და ეს შიში იმდენად გამიქარწყლდა ამ თქვენი უკავშირების წაკითხვის, ჩართულობის, მოსმენის ფონზე, რომ ეხლა გავთამამდი. ეს ჩემი სითამამე, მოკლედ დღეს მინდა რომ პატარა ინფორმაციით გამოვხატო. და რას გულისხმობს ახლა ეს კონკრეტული ინფორმაცია? სულ რამოდენიმე დღის წინ დავდე ვიდეო რგოლი ბავშვთან განვითარებასთან დაკავშირებით, ბავშვთა ენერგიებთან მიმართებაში და დღეს მინდა რომ ორიოდე სიტყვით გავიცნოთ ენერგია ერთიანი. ანუ ბავშვები, რომლებიც დაბადებულები არიან პირველში, 10-ში და 28 რიცხვში ნებისმიერი თვის. ან სხვათა შორის ბავშვები, რომლებიც დაბადებული არიან იანვრის თვეში. მათაც ეხებათ ეს ყველაფერი, მათთვისაც აქტუალურია. აქვე გეტყვით, რომ ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა არ იქნება სრულყოფილი და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საკითხია კიდე რაც ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას და რასაც სჭირდება შევსება დამატებით და ამას უკვე პირად კონსულტაციებში თუ დაინტერესდებით გამოვხატავთ და გაგაცნობთ. რაზე უნდა შეიყვანოთ თქვენი შვილი, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, რომ ღირებულებები ჩამოიყალიბონ ღირებულებათა სისტემაში კონკრეტული, მაგრამ დღეს გავაკეთოთ მოდი ესეთი პატარა მონახაზი. ვინ არიან ერთიანები? რა თქმა უნდა, ერთიანები არიან უპირობო ლიდერები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ და ნებისმიერ სიტუაციაში გამოხატავენ საკუთარ დომინანტობას. ეს არ არის აგრესიული დომინაცია რვიანის მსგავსად, მაგრამ ეს არის აღიარებული ლიდერი. აი ესეთი სიტუაცია ამ ადამიანებს საზოგადოება თვითონ აღიარებს ლიდერებად და ეს ადამიანები თავიანთი ქარიზმატული ბუნებით, თავიანთი რაღაცნაირი ენერგეტიკით, ძალიან დიდი აქტიური, აი ეს დიდი ენერგია აქვთ რა შიგნიდან დაგროვილი, ახერხებენ რომ მოექცნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მაგრამ ამ ენერგიას, ანუ ამ ბავშვებს და მე უკვე ზრდასრულობაში ამ ადამიანებს აქვთ პატაწუნა, ესეთი რაღაცა პატარა დაშვება, რომ ძალიან უჭირთ ადამიანების ნდობა. ანუ ენდობიან ძალიან იშვიათად და სანამ ამ ნდობას მოიპოვებთ მისას, მოკლედ მართლა ერთ-ერთ მარილს გაჭმევთ და თვითონ შეჭამს იმარილს, არ ვიცი, მოკლედ ესეთი ამბავია. აქვთ ძალიან დიდი ნიჭი, მაგალითად ინოვაციებთან მიმართებაში არიან ძალიან ინტერესიანები, აინტერესებთ ყველანაირი სიახლე, რაც არის, ყველანაირი გამოწვევა, მათთვის არის რაღაცნაირი ესეთი გატკაცუნება, რომ აბა რამდენად გამომივა. ისინი არ ეჯიბრებიან სხვათა შორის გარშემო მყოფებს, უფრო მეტად ეჯიბრებიან საკუთარ თავს და ყველა ჯერზე ბავშვთან მიმართებაშიც იცოდეთ, რომ არასოდეს არ დაუყენოთ ვიღაცა, ვისაც ამბავს შეადარებთ. ეს არის ჯერსეთი ბავშვების ერთმანეთთან შედარება ძალიან ცუდია და ბავშვის ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მაგრამ განსაკუთრებით ერთიანული ენერგიის მქონე ბავშვებისთვის, ანუ კიდევ ერთხელ ნომერ 1, 10, 28
ნებისმიერი თვის რიცხვში და ასევე იანვარში დაბადებულებსაც ეხებათ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით კრიტიკულად აღიქვამენ ამ ყველაფერს და იკეტებიან საკუთარ თავში. რას იწვევს საკუთარ თავში ჩაკეტვა? იწვევს იმას, რომ ეს ბავშვები კარგავენ ყველაზე დიდ ღირსებას, რაც არის ეს თვითდაბადებული ლიდერობა მათში. ანუ ხდებიან სხვა ადამიანების მორჩილები, ძალიან დაუშვათ დიდ ყურადღებას უთმობენ სხვა ადამიანების მოსაზრებებს და შეიძლება ძალიან უნდოდეს თვითონ რაღაცის გაკეთება, მაგრამ აი რა სიტყვის ხალხი აი ამ მოტივით უკან დაიხიოს. აგერ ჩემი მაგალითი აიღეთ, მე იანვარში ვარ დაბადებული, ჩემო მეგობრებმა კი იცით და სანამ ძალიან დიდი ხანი ამოსწავლობ, დაახლოებით 2 წელია აქტიურად ვარ მოკლედ ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ აი სანამ დავადგი საშუალება და ჩემ თავს მოვერიე, რომ თქვენამდე მომეტანა ეს ინფორმაცია, მოკლედ მოვკვდი და თავიდან დავიბადე ძალიან ბევრჯერ. ამიტომ ეგ არ გავუკეთოთ თქვენ შვილებს. ენდეთ ყოველთვის მიეცით ის მხარდაჭერა, რომ მათი იგრძნონ, რომ არიან მართლა ღირსეული ადამიანები, არიან მართლა ძალიან ჭკვიანები, არიან იმ ენერგეტიკის მატარებლები, რაც სხვა არცეთ ენერგიას არ გააჩნია, ხო? არიან ანუ აქვთ ისეთი ენერგია, რომელიც სამყაროში ხსნის ყველა კარიბჭეს, დასაწყისშივე ხსნის ყველა კარიბჭეს. მაგრამ როგორც წეგან უკვე გითხარით, აქვს ამ ენერგიას პატარა თავისი პატარას ვერ დავარქმევ მნიშვნელოვანი გამოწვევა, იმიტომ რომ თუ სწორად ვერ მოხდა ბავშვობიდან ლიდერის ფორმირება, ხდებიან ან ძალიან აგრესიული ადამიანები, ან პირიქით ხდებიან ძალიან ნაცრისფერი თაგვები, თავის თავში იკეტებიან, ეშინიათ ყველაფრის, არ ენდობიან არაფერს და მოკლედ ძალიან ბევრს იწვალებენ მერე ზრდასრულ ასაკში, იმისათვის რომ მიაღწიონ თვითგამოხატვის ინფორმას და ისეთ მდგომარეობას, რაც მათ მოეწონებთ. კიდე რა მინდა რომ გითხრათ ერთიან ბავშვებთან დაკავშირებით, იცით როგორი სიტუაცია აუცილებელია ამ ბავშვებისთვის, რომ იყვნენ რაღაცნაირად სისტემაში მოქცეულები. ანუ ასწავლეთ სისტემური აზროვნება, ასწავლეთ მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა, ასწავლეთ მაგალითად თანმიმდევრულობა რაღაცეებში, რომ რაღაცა დაწყებული საქმე აუცილებლად მიიყვანონ ბოლომდე. იმიტომ რომ მათი გამოწვევა რაში მდგომარეობს, იცით, ძალიან დიდი ინტერესი შეიძლება გამოიჩინონ ერთდროულად ძალიან ბევრი რაღაცების მიმართ და მე დაიკარგონ ამ პროცესში თვითონვე. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად გქონდეთ იმისი ჩაბეჭდილი უკვე განცდა, რომ რასაც დავიწყებ, მივიყვანო ბოლოში. ეხლა მე მახსენდება სხვათა შორის ცხონებული დედაჩემის ამბავი აქ. ძალიან მიყვარდა ბავშვობაში წიგნების კითხვა და ეხლა ამ წუთას ამომიტივტივ და სულ არ ვაპირებდი ამ ისტორიის თქვენთვის მოყოლას. ძალიან მიყვარდა მოკლედ ამ ისტორიის წიგნების კითხვა, მაგრამ თუ პირველი რამოდენიმე გვერდი წიგნში არ მომეწონებოდა, ნუ აი ვიტანჯებოდი სანამ ამ წიგნს დავამთავრებდი ბოლომდე და ერთხელ ესეთი რაღაც მითხრა დედამ, რომ მოდიო იცი რა ქენიო, სადღაც შუიდან შუაში გადაფურცლეო და თუ იქ შუაშიც არ მოგეწონებაო, თავი დაანებეო. ანუ დაახლოებით ისმინის ჩემთვის ახლა ბავშვური ლოგიკით ეგრისი მანიშნებელი იყო, იცით? დედამ უმცა გარკვეულწილად იმის თავისუფლება, რომ მე თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება დაწყებულ წიგნს, რომლის პირველი 3 გვერდი არ მომეწონა, დავამთავრებდი თუ არა, მივიყვანდი თუ არა ბოლოში, მაგრამ ამასთანავე ჩადო ის ინტრიგაც, ისე ბავშვურად თამაშის სახით, რომ აი მიდი აბა შუაში წაიკითხე რამოდენიმე გვერდი და იქნება ისეთი სიუჟეტია, რომ მოგწონს და აგრძელებ ამის კითხვას. და ასე წავიკითხე მე ძალიან ბევრი წიგნი ბავშვობაში და ასე მივეჩვიე მოკლედ კითხვას. ანუ ერთიანებს მინდა გითხრათ, პირადი მაგალითით გეუბნებით ამას, რომ არაფერი არ დააძალოთ და არაფერი არ მოსთხოვოთ, რომ აი ესე უნდა გააკეთო. თორე არავითარ შემთხვევაში ამას არ გაგიკეთებენ, მაგრამ თუ სთხოვთ, თუ ასწავლით, თუ აგრძნობინებთ თქვენს უპირობო მხარდაჭერას, თქვენს უპირობო სიყვარულს, მაგ შემთხვევაში აუცილებლად მოიგებთ ამ ადამიანების გულს და ბავშვობაში განცდილი ეს უპირობო ნდობის საკითხები ხო ძალიან დაეხმარება თქვენს შვილებს ზრდასრულ ასაკში მიიღონ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც ჩამოყალიბდებიან და თუ ამ მხარდაჭერას თქვენ შეძლებთ და მისცემთ თქვენ შვილებს, მერწმუნეთ, რომ ამაზე კარგს
მართლა ვერაფერს გაუკეთებთ ზრდასრული ასაკისათვის. უფრო მეტი დეტალებისთვის, უფრო მეტი ინფორმაციისთვის, კი იცით უკვე სადაც უნდა მომწეროთ და ასევე კომენტარებში დამიწერეთ.